თვალიდან თბილისში შაბათის ტრადიციული მარშები განახლდება. წინა კვირას სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმილი შეკრება პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო გადადეს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ეს იქნება 28 მარტს 19 საათზე ფილარმონიასთან შეკრებილი მოქალაქეების მთავარი გზავნილი. გარდა ამისა, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები კვირას 29 მარტს 15 საათზე აქციას გამართავენ ქუთაისშიც. ისინი მერიის შენობის წინ შეიკრიბებიან. ამ შაბათს მარში მიეძღვნება სინდისის პატიმრებს და განსაკუთრებით ხაზს გაუსვავთ ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ აბსოლუტურად აბსურდულ განაჩენს. ეხლა ბევრი აბსურდული განაჩენია, მაგრამ ეს რაღაც კიდე სხვა კატეგორიისა, როდესაც ფლომასტრით წარწერის გამო 4 შვილის დედა წელიწადნახევრით გაუშვეს ციხეში. ამიტომ იქნება შაბათის მარში მიეძღვნება სოლიდარობას ელენეს და სოლიდარობას ზოგადად ყველა სინდისის პატიმარს. ხოლო კვირას უკვე გვაქვს დიდი შეკრება ქუთაისში, სადაც ჩამოდიან ჩვენი თანამებრძოლები ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ჭყოროწყუდან, სხვა ქალაქებიდან. თბილისიდანაც მივდივართ აქტივისტები, თანამებრძოლები. ამ წინააღმდეგობაში ვინც ვართ ჩართული, გავდივართ 11 საათზე და ქუთაისში 3 საათზე იქნება შეკრება და შემდგომი მანიფესტაცია, რომლის ზოგადი სახელწოდება ძალა ერთობაშია.